ყველას საფეხბურთო სალამი და მე ვქლავ გიბრუნდებით უცხელესის საფეხბურთო სიახლეები. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიური ისტორია დასრულდა. Როგორ დაემშვიდობდნენ გულშემატკივრები ქართველ მეკარეს. რუსული პრემიერ ლიგიდან ახალი ცნობები. რუბინის ყოფილი თავკაცი კვარაძე საუბრობს. ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენს დატოვებს. მისით დაინტერესდა სხვა ფრანგული კლუბიც. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 მოწონებაზე. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებ. ასევე ვისაც რაიმე მიზეზის გამო არხი გამოწერილი ჯერ არ გაქვთ, არ დაიზაროთ და გახდით ჩვენიანი. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ბოლო ტურში მწვანეები ტულუზასთან 2-3 დამარცხდნენ და 30 ქულით მე-17 ადგილზე გავიდნენ. სენტ-ეტიენის ფიასკოს შემდეგ ფრანგულ პრესაში დავითაშვილის მომავალზე დაიწერა. ავტორიტეტულმა გამოცემა Le Progress-მა უახლესი ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ ქართველი გარემარბი ზაფხულში მწვანეების რიგებს დატოვებს. Le Progress-ის მიხედვით ზურიკო ლიგა 2-ში საკუთარ თავს ვერ ხედავს და ადგილსამყოფელის გამოცვლა სურს. დავითაშვილს რამდენიმე მსურველი წყავს და ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად მას ბეშიქტაშს უკავშირებენ, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. იქიდან გამომდინარე, რომ ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა, ქართველი ფეხბურთელის მომავალი ბურუსითაა მოცული. Le Progress-მა განაცხადა, რომ დავითაშვილს რანგით მეორე დივიზიონში თამაში არ სურს და გუნდის გამოცვლას აპირებს. ცნობილი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშტერის ინფორმაციით, დავითაშვილით სტრასბურგი ინტერესდება. ქართველი სტრასბურგში დავითაშვილი კლუბისთვის სერიოზული ვარიანტია, წერს ჟურნალისტი X-ის საკუთარ გვერდზე. სტრასბურგმა 2024-25 წლების სეზონი მე-7 პოზიციაზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ფრანგული კლუბის გარდა სხვადასხვა დროს დავითაშვილს ბეშიქტაშს უკავშირებდნენ, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. დაწერეთ კომენტარებში ბეშიქტაში თუ სტრასბურგი. თქვენი აზრით, რომელი ვარიანტია უკეთესი ზურიკოსთვის? ცნობისთვის დავითაშვილს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა და ზურიკომ გასული სეზონი 17 საგოლე მოქმედებით დაასრულა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა იყო. ლა ლიგის 27 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია საკუთარ მოედანზე ატლეტიკ ბილბაოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ ღამურების მაისურით მესტალიაზე ბოლო მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ კარის მშრალად შენახვა და გამარჯვება ვერ შეძლო. მამარდაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა და 3 ეპიზოდში მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა, მაგრამ 72 წუთზე ბერენგერის ბრწყინვალე დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო. საბოლოოდ ქართველმა მეკარემ მატჩი 3 სეივით დაასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მესტალიაზე შეკრებილი პუბლიკა გიორგი მამარდაშვილს დაემშვიდობა. გულშემატკივრებმა ქართველი მეკარე აპლოდისმენტებით გააცილეს. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას დაემშვიდობა. 24 წლის ფეხბურთელმა სპეციალური წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა და ესპანურ კლუბს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ვალენსია დღეს ლა ლიგის 27 ტურში საკუთარ მოედანზე ბილბაოსთან 0-1 დამარცხდა და თუ მამარდაშვილის წერილიდან ვიმსჯელებთ, ქართველმა მეკარემ ღამურების მაისური არა მესტალიაზე, არამედ კარიერაში ამ ეტაპზე უკანასკნელად მოირგო. არ ვიცი ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ცდილობდი ყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები. დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაუშვა და 8ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ღამურები ლა ლიგის 2024-25 წლების სეზონის დასკვნით 38 ტურის შეხვედრას 25 მაისს სტუმრად ბეტისთან ჩაატარებენ და სავარაუდოდ ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას კარს აღარ დაიცავს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან ქართველი მეკარე ლივერპულს შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას დაემშვიდობა და ამ ყველაფერს ესპანური გამოცემა მარკა გამოეხმაურა. ფოტოები, რომლებიც გამოვიყენეთ გიორგი მამარდაშვილის შესახებ, დიდ ინფორმაციას გვაწვდის. მარცხენა ფოტო 2021 წლის 13 აგვისტოში თარიღდება, როდესაც მან ვალენსიაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გიორგი 21 წლის იყო და
ხოსე ბორდალასმა პასუხისგებლობა დააკისრა. მისი პირველი ნაბიჯი ხეტაპესთან ჩანიშნული ურთულესი შეხვედრა იყო. სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმებმა ბორდალას გაბედული გადაწყვეტილება მიაღებინა და გამოუცდელ ქართველ მეკარეს მიენდო. ეს იყო გამოწვევა და გამოწვევებთან გამკლავება ხომ მამაცი ადამიანების საქმეა. მეორე ფოტოზე წარმატებული მეკარია გამოსახული, რომელიც მომდევნო დეკადის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ეს ორი ფოტო 1375 დღიანი ინტერვალითაა გადაღებული. სწორედ ეს პერიოდი გაატარა მამარდაშვილმა ვალენსიაში და ამდენი დრო დასჭირდა, რათა ტოპ დონის მეკარე გამხდარიყო. მესტალიაზე გიორგიმ ლალიგის 63 და კოპა დელ რეის 2 შეხვედრა ჩაატარა. იგი ვალენსიაში მივიდა როგორც სარეზერვო გუნდის მეკარე, მაგრამ გაუმართლა და ტრავმების გამო ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. კარგად დაიწყო და შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც წნეხთან და პასუხისგებლობასთან გამკლავება გაუჭირდა. სევილიასთან ნაჩვენებით ცუდი თამაშის შემდეგ მამარდა სათადარიგოთა სკამზე გადაიყვანეს და მისთვის სწავლის დრო დადგა. გიორგის დონის ამაღლებაში ოჩოტორენა დაეხმარა და წლების განმავლობაში მის პროგრესზე სწორედ ის ზრუნავდა. მამარდაშვილი გუნდიდან 4 წლიანი გამოცდილებით მიდის. მან ვალენსიას მაისური 100-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო და არაფერი აქვს საერთო იმ ახალგაზრდასთან, რომელიც გუნდში უეცრად გამოჩნდა. მისმა განვითარებამ ვალენსიას 35 მილიონი ევრო მოუტანა და გიორგი ლივერპულში გადადის. გიორგი პრემიერ ლიგაში ითამაშებს, წერს მარკა. ყაზანის რუბინის ყოფილმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ PSG ქართული შემტევისთვის იდეალური ადგილია. ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია მისი სტილის სპეციალისტთან მუშაობა. კვარაცხელია ისეთ მწვრთნელთან მოხვდა, რომელსაც ფეხბურთთან მიმართებით თავისი ხედვა აქვს და საკუთარი სათამაშო სტილი გააჩნია. ენრიკეს მუდმივად განვითარება უნდა, ამიტომ PSG ხვიჩას პროგრესისთვის შესანიშნავი ადგილია. ხვიჩას ყველა შემტევ მოთამაშედ მიიჩნევს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობენ მხოლოდ შეტევითი ფუნქციის მოთამაშეები. შეხედეთ, როგორ მუშაობს ის დაცვაში. რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 2 სეზონისგან განსხვავებით, მისი შეტევითი ნიჭის შესახებ ყველაფერი ნათელია. PSG-ში მას შეტევაში სრული თავისუფლება აქვს იმ გაგებით, რომ ის და მისი თანაგუნდელები პოზიციებს ხშირად იცვლიან. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმურად და არა ქაოსურად ხდება. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ბიქსენტ ლიზარაზუმ ფრანგული გადაცემა ტელეფუტის ეთერში PSG-ს და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. პარი სენ-ჟერმენის ძალაუფლება ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. 2024 წელს უკვე საოცრად თამაშობდნენ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამდე იღბალი დააკლდათ. 2025 წელს კი მათი პერფორმანსი უბრალოდ როკ-ენ-როლია. 2024 წელს გაკეთებული სწორი კრიტიკით წელს უკვე შესაბამის ნაყოფს ხედავთ. გუნდს ბევრად მეტი ვერტიკალურობა, თავდამსხმელებს კი სრული თავისუფლება აქვს. თავდამსხმელებს, რომლებსაც ეს თავისუფლება მოსწონთ, აქვთ სისწრაფე და მოსწონთ სივრცეების ათვისება და ეს ყოველთვის უკეთესია. ამ შემტევების ინდივიდუალური თამაში უბრალოდ შესანიშნავია. ამით თავის თავს გამოხატავენ. ენრიკეს შეუძლია წარმატებას დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად დაყენებით მიაღწიოს. ამით მივიღეთ დემბელეს გოლები. აქამდე კი ბევრ გოლს არ იტანდა. ამას მოყვა კვარაცხელიას დამატება, რომელიც მოსვლის დღიდან საკმაოდ გავლენიანი გახდა. უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც თავი გაითავისუფლა. ასევე მოთამაშეებისგან, რომლებისგან უფრო მეც მოველოდით, მაგალითად დონარუმა და ფაბიან რუისი. დღეს თავიანთი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოადგენენ. სწორედ ამ ყველა ფაქტორის გაერთიანებამ გამოიწვია ის, რომ PSG საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. თასის ფინალში ითამაშებს და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს სრულიად დამსახურებულია. ამ თემაზე მინდა ჩემი აზრიც დავაფიქსირო ღმერთმაქნას და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, კვარაცხელია ერთ სეზონში 4 ჯილდოს მიღებას შეძლებს. სერია A-ს პირველობა, სკუდეტო, საფრანგეთის ლიგა 1-ის მთავარი ჩემპიონატი, თასის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ეს იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი შედეგი ქართველი ფეხბურთელისთვის. ხვიჩა კვარაცხელია ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევიდა, თუმცა ვფიქრობ, რომ წინ უფრო მეტი და მეტი ელოდება ამ ბიჭს. ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლო და იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ ლაიქის ღილაკის დაჭერა, რადგან ასე მეტი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს და ძალიან დამეხმარებით. მე კი ახლა დაგემშვიდობებით და აბა მომავალ შეხვედრამდე.